დღეს ამ სეზონის შემაჯამებელი ეთერია და ჩემთან ერთად არიან ჩვენი არაჩვეულებრივი ქალბატონები, თანაწამყვანები, ელისო ხარჩილავა, კეთი ჯანხოთელი. მოგესალმებით ქალბატონებო. მადლობა რომ შემოგვიერთდით კვლავ და კვლავ და ნუ როგორც აღნიშნე ამ სეზონის ბოლო გადაცემა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ 2026 წლის ტენდენციებზე. ეს იქნება ლანდშაფტის დიზაინის კუთხით, მებაღეობის, ფლორისტიკის და ძალიან საინტერესო აქცენტებს გავაკეთებთ. მოდით დავიწყოთ ძირითადად რა ტენდენციებით გამოირჩევა 2026 წელი ლანდშაფტის დიზაინის კუთხით. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. მართლა საინტერესო თემა არის და ცოტა გულისწყეტაც არის, რომ რაღაცა ისე უცბად გაიარა ერთმა წელმა და უკვე სეზონიც იხურება. ტენდენციებს რაც შეეხება, ძალიან მიყვარს ხოლმე ეს თემა და ბევრი მიმუშავია ამ თემაზე. ყოველთვის საინტერესოა მსოფლიოში რა ხდება. აი გამიკეთებია სიტყვაზე აი იანვრიდან მაისამდე ტენდენციაზე მისაუბრია, რაც ინფორმაცია მომიპოვებია, მაგრამ ნახეთ, მაინც ეს ტენდენციები ყალიბდება მაისის თვეში. ანუ რას ნიშნავს ეს? მაისის თვეში ბრიტანეთში, ინგლისში, ჩელსიაში ტარდება გამოფენა სადაც აი მსოფლიო მამები, ასე ვთქვათ, ლანდშაფტის მამები წარმოადგენენ თავიანთ ნაშრომებს და აქ უკვე ყალიბდება მიმართულებები. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყოველ წელს რაღაცა შეიცვლება. ეს მიმართულებები მინიმუმ 5-7 წელს ინერგება ეს ტენდენცია, მიმართულება და ნუ აქ ახლა მსოფლიო დონის ლანდშაფტის დიზაინერები, არქიტექტორები, კოლექციონერები, ფავორიტი მცენარეების სახელდება და ნუ აი ძალიან საინტერესოა და თვითონ ეს გამოფენა მხოლოდ და მხოლოდ 5 დღე არის და ეს 5 დღიდან პირველი 2 დღე მარტო ბრიტანეთის ოჯახი, სამეფო ოჯახი სტუმრობს ხოლმე. ძალიან უყვარდა ეს თურმე გარდაცვლილ ელისაბედს დედოფალს და ეს ტრადიცია. ეს ტრადიცია, ჩვეულებრივად ტრადიციაა და ყველაზე საინტერესო ეხლა მე თან თემასაც ვამზადებ და აი 25 წლის და 26 წლის რაღაცა სხვაობა უნდა ვნახო მეთქი და რო ჩაუღმავდი ამას, ხო? შარშან გაიმარჯვა იაპონელმა და ეს იყო ძალიან გასაკვირი, რაღაცა თავისებური შტრიხი ჩადოდა, რომელიც გასაკვირი იყო და ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და წელს გაიმარჯვა ქალმა დიზაინერმა, რომელიც ეს არის ძალიან იშვიათობა. რომელი ქვეყნის წარმომადგენელი? ბრიტანელი წარმომადგენელი იყო და აი ტენდენციებს ისევ 2016 წელს მისი ამოსავალი 2026 ხო. მისი ამოსავალი წერტილი იყო აი დედამიწა შექმნა ქალის ფორმაში. რა საინტერესო. ხო, ეს კომპოზიცია იყო, აი წამოწოლილი, ანუ უკვე დაღლილი დედამიწა და აი ტენდენციებიდან გამომდინარე ხლა ხაზი რას გაუსვა, იცით? ბუნებრიობა. დიახ. ეკოლოგიაზე მორგებული დიზაინი აბსოლუტურად უკვე ხედავთ ჩვენს გარშემო როგორი არამდგრადი ეკოლოგიური პირობები ხდება, ხო, გარშემო, ზოგჯერ წვიმა, ზოგჯერ გვალვა და აი ზუსტად ისეთი მცენარეებია შერჩეული, რომ აი ამ არამდგრად სიტუაციაში კარგად რო გრძნობდნენ თავს. რა თქმა უნდა, განათება ეს დეკორაციაში გადის, საღამოს საათებში ეს ლამაზი ბაღი უნდა იყოს და ნაკლებად მოსავლელი მცენარეები. ძირითადად შეგიძლიათ, რომ აი ამ სამ მიმართულებაზე ააგოთ თქვენი ბაღი, თქვენი დიზაინი და ამას მოერგება ეს მთლიანად სრული ბაღის დაგეგმარებაც. კი ბატონო და კეთი რა დაამატებს, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ფლორისტიკას ესეც მაინტერესებს ძალიან. თქვენ გარდა იმისა, რომ ლანდშაფტის დიზაინერი ხართ არაჩვეულებრივი ფლორისტი. აი ამ კუთხით რა ხდება? მადლობა დინო კომპლიმენტისთვის. ამ საკითხში ორივე სფეროში თანაბრად მიდის განვითარება. და ელისოს დავეთანხმები, რომ აი ეს წინა პლანზე წამოვიდა აი ეს
ესეთი საკითხები როგორც ეკოლოგიის გათვალისწინება, ესეთი საკითხების, რომელიც უკვე თითქოს ჩვენთვის უჩვეულო მასშტაბებით მოდის ტვიმაც, ქარები, სხვადასხვა ესე იგი მოვლენები, დიახ, არამდგრადი მოვლენები, მაგრამ რაღაცნაირად ეს ორი სფერო ადაპტირდება და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ადამიანის ემოციურ მდგომარეობას ემსახურება და ნახეთ, თუ მაგალითად ფლორისტიკაში აი თანამედროვე ყველაზე ბოლო სიტყვა არის დოფამინური თაიგულები და ერქვა ასეთი ანუ მაქსიმალურად ადამიანის ბედნიერების შეგრძნებას და აი ამ დადებითი ემოციის გამოვლინებას და საჩუქრის ესე იგი საჩუქრის სახით როდესაც მიართმევენ თაიგულს აი აქაც უნდა იყოს აუცილებლად მაქსიმალური სიამოვნების და პოზიტივის გამოვლინება აი ესე დაერქვა კიდევაც დოფამინური თაიგულები აი როგორია ეს დოფამინური თაიგულები როგორ გამოიყურება, იცით, მაქსიმალურად არის გამოყენებული ოქროს კვეთა მასში. ცალკე აღებული ესეთი პროპორციების სახით და ასევე ფერთა გამის სახით. კოლორისტიკა წინა პლანზეა და მაქსიმალურად მორგებულია იმაზე, რომ ყველაფერი იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, პროპორციული შეთანხმებით, შეთანასწორებით და მულტიკოლორი არის აი ყველაზე ესეთი წამყვანი თემა. ესე იგი, თუ ადრე იყო მაგალითად რომელიმე 1, 2 ან 3 ფერი შეხამებული, ამ შემთხვევაში უკვე არის აი ეს ფერადოვნება მაქსიმალური. სიჭრელე არა, სიჭრელე უფრო ჩემთვის არის სიჭრელე უფრო აი დაჩეხილი ფერადოვნება, მაგრამ ამ შემთხვევაში არის გარდამავალი გრადაცია ფერების, ერთი ფერი გადადის მეორეში, ოღონდ ეს რა თქმა უნდა ოქროს კვეთის კანონებით ხდება და ძალიან ლამაზად არის ეს გადასვლა ერთმანეთთან შეხამებული. ძალიან დახვეწილია და აი ერთი პატარა რამდენს შიგნით თითოეული ყვავილი ცალ-ცალკეა შეფუთული და ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ამ თაიგულის სხვებისთვის გადანაწილებად ხდება. ანუ ჩემი თაიგული შემიძლია დავშალო და ვისაც მინდა რომ სიამოვნება სიხარული მივანიჭო, მათთვის უკვე შეფუთულია მასში ცალკეულ პატარა მცირე ელემენტებად. არის ასევე საქორწილო ფლორისტიკაში სულ ახალი ტენდენცია, როდესაც პატარძალს თაიგულთან ერთად პატარა სხვა თაიგული უკავია, რომელსაც თქვათ, რომლითაც სხვას მიაგებს პატივს მიაგებს ამ შემთხვევაში თუ ვინმე გარდაცვლილი ოჯახის წევრი ყავს და ის მოიაზრება მის ქორწილში, ცალკე სკამსულდებენ და აი ეს სულ ახალი ტენდენცია და რა თქმა უნდა ადამიანურობასთან პოზიტივთან არის დაკავშირებული და აი ესე გამოიხატება, რაც შეეხება ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებას. ესე იგი, აქაც რა თქმა უნდა, ადამიანი არის მობილიზებული იმაზე, რომ თავის სამუშაო კარგად შეასრულოს, მთელი დღის განმავლობაში უწევს იყოს გარეთ გასული, ან გზაურობს დიდი ხნის განმავლობაში და რა თქმა უნდა, დღის მანძილზე ის ამოწურავს თავის აი ამ ენერგიას და როდესაც ბრუნდება სახლში, თუ რა თქმა უნდა, მას აი ეს კერძო ეზო აქვს, რა თქმა უნდა, მას უნდება რომ ლამაზ გარემოში იყოს, დაისვენოს განიტვირთოს და ამაში მას ძალიან ეხმარება ეს ბაღები, თავისი საკუთარი კერძო ბაღი, რომელიც ჩემის თვალსაზრისით, ჩემი აზრით ძალიან დაემსგავსა აი ეკრანებს. ნახეთ, ანუ რას ნიშნავს ეს? ნახეთ, ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია სხვადასხვა გაჯეტებს, ხო? კომპიუტერის სახით, ტელეფონის სახით, სადაც ძალიან ლამაზ პანორამებს ხედავთ. როდესაც აი ამ პანორამიდან გამოიხედები, ძალიან ლამაზია, ხო? მოგწონს და რეალობას გადავხედავთ, რა თქმა უნდა, სურვილი გიჩნდება, რომ შენს ირგვლივაც ეს რეალობაში იყოს გადმოტანილი და სწორედ ეს ახდენს გავლენას გარშემო ბაღის სტილის ჩამოყალიბებაზე. ძალიან ბევრი ბაღია უკვე, რომელიც ემსგავსება ელემენტარულად Pinterest-ში ნანახ ფოტოებს, იქ უკვე შედგენილ თუნდაც გამოგონილ არარეალურ ბაღებს, მაგრამ ყველას უჩნდება სურვილი, რომ აი ასეთი, აი ამ ფოტოზე როა ასეთი მინდა. ეს რა თქმა უნდა არის აი ამ ეკრანის გავლენა, არა მარტო ბაღები, რასაც არ უნდა გადავხედოთ, მაღაზიების ვიტრინები იქნება თუ სხვა რა, ყველაფერი გარშემო ემსგავსება
ადამიანის სურვილს, როცა მას უნდა რომ მის გარშემო იყოს აი ესეთი ლამაზად შედგენილი ფოტო, ესე იგი ვიზუალი, პანორამა, რომელსაც მისი ესე იგი შრომითი ჩართულობა არ ჭირდება და აქედან წამოვიდა უკვე ის ტენდენცია, რომ იყოს ნაკლებად მოსავლელი ბაღები. რა თქმა უნდა, ამ ეფექტის მისაღებად ზოგადად რა თქმა უნდა არსებობს და ჩვენ წინა ესე იგი გადაცემაში ვისაუბრეთ იმაზე, რომ აი გზების გაყვანილობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი მცენარეების შერჩევას, რომელიც იმ გარემოში კონკრეტულ აი პირდაპირ მზის სხივების ქვეშ ძალიან ასე ვთქვათ ველურ გარემოში კარგად ადაპტირდებიან, მაგრამ არ ჭირდებათ ადამიანის ზედმეტი ჩართულობა. ზუსტად ეს ტენდენციები არის აი ამ ბაღებშიც, როდესაც ადამიანს უნდა პროფესიონალს დაუკვეთოს ის მცენარე, რომელიც მის ჩართულობას ნაკლებად მოითხოვს და კარგ ესე იგი მის დეკორატიულ ფუნქციას მაქსიმალურად გამოავლენს მისი ადამიანის ჩართულობის გარეშე. და შესაბამისად მივდივართ იქამდე, რომ აი ამ ბაღებში, რომელიც აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს, ლამაზ პანორამას ქმნიდეს, ადამიანის მოვლას ნაკლებად საჭიროებდეს, მივდივართ იქამდე, რომ მაშინ უნდა იყოს აქ აუცილებლად ტექნოლოგიები, რაც ელისომ დაასახელა და ტექნოლოგიები და ტექნიკები, ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ბაღს ადამიანისგან რა თქმა უნდა ადამიანის ჩართულობით და გააზრებით, მაგრამ თავისით მოუვლის. ესე იგი შეურჩევს იმ პროგრამას, რომ თქვათ მორწყვის პროგრამა, სეზონის მიხედვით მოირწყვება, განათების პროგრამა და რამოდენიმე სიუჟეტი შეიძლება იყოს, ან მთელი ბაღის პანორამული განათება, ან კონკრეტული მონაკვეთის განათება, ან ძალიან ლამაზი არქიტექტონიკა შეიძლება ქონდეს რომელიმე ხემცენარეს და იმისი ამონათება და ეს განსაკუთრებულ ეფექტს შეძენს. აი ამ ბაღს, აი ეს ტექნოლოგიები, ტექნიკა, ძალიან ბევრი გაჯეტი, რომ ადამიანის ცხოვრებაში როგორც ბევრია გაჯეტი სხვადასხვა ფუნქციონალის მიხედვით, ასევე ბევრია ბაღის შემთხვევაშიც და აი ეს მოდის წინა პლანზე, რაც უფრო ბუნებრივი, ასევე დავეთანხმები ამაშიც, რომ რაც უფრო ბუნებრივად გამოიყურება ბაღი, მას ძალიან ბევრი აი ეს კულისებს მიღმა ტექნოლოგიები ჭირდება იმისთვის, რომ აი ეს ვიზუალი შეინარჩუნოს. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას გვაძლევს და ზოგადად რაც შეეხება ბაღებს, ყველა ქვეყანა ამაყობს თავისი ბაღით, ხო? ნუ არის რაღაცა გარკვეული, თავისი ხაზი აქვს აბსოლუტურად, აი სტილისტიკაც ხო აქედან არის ჩამოყალიბებული. და მაინტერესებს რაზე შეთანხმდა ყველა 2026 წელს. ანუ ძირითადი ტენდენცია მაინც ბუნებრიობა, თუ ზოგმა დაუშვათ შეინარჩუნა თავის რაღაც გარკვეული სტილი. აი ეს იყო ძალიან საინტერესო, ანუ ნახეთ ეს რადგან ინგლისელი ბრიტანელმა გაიმარჯვა და თავისი რაღაცა აი ესე ვთქვათ დიდი წერტილი დასვა და ჩვენ ვიცით რომ ეს ინგლისური სტილი არის აბსოლუტურად ბუნებრივი სტილი, დინამიური, სულ მოძრავი, აი თუნდაც სიფერადე იქნება, აი ლამაზი სიფერადე, ანუ ყველაფერი არის მოძრაობა და აი ეს თითქოს დასტური მოგვცა ამ 2026 წლის ტენდენციამ, რომელიც ამ გამოფენაზე დამტკიცდა. ყველა ახლა კეთი რასაც ამბობდა ამ გადაჭების მიხედვით და მაგისი გამოყენებით, ხო? თუ ადრე დამკვეთები პინტერესტიდან მოწოდებულ ფოტოებს გვაჩვენებდნენ და შეკვეთა იყო ასეთი, ეხლა უკვე ისინი არის ძალიან შემოსული. ანუ რაღაცა დაკვეთას მისცემენ ლამაზი ბაღი და ის ლამაზი ბაღი ის თავისებურად აღიქვამს, მაგრამ შენ ხო არ იცი იქ რა მცენარეებია და ამას როცა თვალწინ გიფრიალებენ რომ აი ესეთი ბაღი მინდაო, ეს ცოტა რეალობას არის მოწყვეტილი და მე ვიფიქრებდი რომ მაინც და მაინც მართლა მარტო ინტერნეტზე ნუ იქნებიან დამოკიდებული, ეს ბაღი მარტო იმას არ ნიშნავს ფოტოდან კოპირაითით გადმოვიტანო. ეს ჩვენი პირობებიდან გამომდინარე. ეხლა თვითონ ხო, საქართველოს ასე ვთქვათ, მსოფლიოში მაინც პატარა ქვეყნად ითვლება, მაგრამ ამ პატარა ქვეყანაში ძალიან დიდი სხვაობაა, ხო? კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რასაც კახეთში გააკეთებ, იმას სამეგრელოში ვერ გააკეთებ. უფრო რო დავწვრილმამდეთ, რასაც კოჯორში გააკეთებ, იმას საგურამოში ვერ გააკეთებ და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ როცა უკვე გინდა და პრეტენზია გაქვს, როგორც ახლა ჩვენ წეღა ვისაუბრეთ, რაღაცა გამართული, ინფრასტრუქტურად გამართული ბაღი, 12 თვერო აქ საინტერესო იყოს ეს ბაღი, რომ მე ასე დავჯდები სამსახურიდან რომ მოვა, ჩემს გარშემო რაღაცა სილამაზე და იდილია რო იყოს, მარტო სურათებით ნუ ვიქნები. აუცილებლად სპეციალისტს უნდა დაეკითხოთ, რომელიც აუცილებლად ნიადაგის ანალიზიდან გამომდინარე
დაგეკმავს ამ ბაღს. ის ხელოვნური ინტელექტიც ხო სიტყვაზე ის ანალიზს ვერ გაგიკეთებს. ნიადაგის ანალიზს, ხო? და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო რეალური ვიქნებით, რაც უფრო მარტივად გადავწყვიტავთ, ხო, ყოველთვის მივიღებთ იმ შედეგს, რა შედეგიც გვინდა რომ იყოს. კი ბატონო, და ეს რაც შეეხება ბაღებს, თუმცა ხო ვართ კატეგორია ადამიანების, რომლებსაც ბაღები არ გვაქვს და გვინდა ჩვენი ინტერიერი გავალამაზოთ, ეს აივანი იქნება, თუ ფანჯისრაფა იქნება, ქოთნებით. აი ამ მიმართულებით საინტერესო 2026 წლის ტენდენციები. კეთი ისაუბრებს. ქოთნის მცენარეები ამ შემთხვევაში შეიძლება დავყოთ როგორც ინტერიერის მცენარეებად, ასევე აივნის მცენარეებად და ეს ინტერიერი რა თქმა უნდა მოკლებულია იმ მზის სხივებს, რომელიც თქვათ იმ ინტენსივობის მზის სხივებს, რომელიც შეიძლება აივანზე მოხდეს მცენარეს და აივნები ვიცით ხო, აი ამ კუთხითაც იყოფა მზიანი აივანი შეიძლება გქონდეს დამკვეს და შეიძლება ხო ქარიანი ბევრი რაღაც ფაქტორია, რომლის მიმართაც მედეგი გამძლე მცენარეები უნდა შეირჩეს და მაქსიმალურად აი ამ არახელსაყრელი პირობების შემთხვევაში მაქსიმალურ დეკორატიულობას რომ მაინც ავლენდეს ასეთი მცენარეები. ინტერიერის შემთხვევაში რა თქმა უნდა არის ნაკლები მზის სხივი, თუმცა აი შეკვეთებიდან გამომდინარე გეტყვით რომ შემოვიდა უკვე ისეთი ბაღებიც, რომელიც ატრიუმის გამწვანებას გულისხმობს და არის ანუ შუშის ასე ვთქვათ პატარა შესაბამისად შეიძლება დიდიც იყოს ოთახი, სადაც რაღაცა ისეთი მცენარეები ჩაისმება, შიდა ბაღი გაკეთდება, რომელიც სხვათა შორის ეხმიანება იაპონურ ბაღებს, აი ქვის ბაღები, რომელიც შიდა სივრცეში არის ხოლმე მოქცეული. დიახ, შენობის შიდა სივრცეს ალამაზებს და ასე ვთქვათ ისევ რაღაცა ცოცხალ სურათს, მაგრამ ისევ აი პანორამასთან და სურათთან მიდივართ. აი ასეთ სურათს ქმნის. ძალიან ლამაზია და რა თქმა უნდა აქაც არ შეიძლება ესეთი ხელაღებით ქოთანში დავინახე მცენარე და ამის პირდაპირ შემოტანა, რა თქმა უნდა აქაც მისი ეკოლოგიური ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ, მზის მიმართ ამტანობა, შიდა სივრცეში ყოველთვის ჰაერის სიმშრალე და მაღალი ტემპერატურა არის და ამის მიმართაც გამძლეობა უნდა ქონდეს მცენარეებს და რა თქმა უნდა სხვადასხვა ესე იგი მაღაზიებში იქნება თუ სხვადასხვა სივრცეებში იყიდება მცენარეები, რომელსაც მოყვება თავისი აი რაღაც ესეთი ანოტაცია, რომელიც გვამცნობს იმის შესახებ, რომელ კონკრეტულ სივრცეში შეგვიძლია, როგორ კონკრეტულ სივრცეში შეგვიძლია ეს მცენარეები გამოვიყენოთ. თუმცა აი ძალიან რომ არ ჩაუღრმავდეთ ამ ყველაფერს, უბრალოდ დიზაინერული კუთხით რომ მივცეთ რჩევა, თქვა ჩვენს მენელს და მაყურებელს, ძალიან ლამაზი იქნება თუ შიდა თუ გარე სივრცეში. არა აქვს ნიშნულობა, გამოვიყენებთ გრადაციას, ეს იქნება ზომითი გრადაცია, ფერითი გრადაცია და ფაქტურები. აი მაგალითისთვის, როდესაც შეარჩევს მცენარეს რაღაცა კონკრეტული ოთახი უნდა გაფორმდეს, ძალიან კარგი იქნება თუ მის სივრცეში, აი ამ სივრცეში გაანაწილებს სამი სხვადასხვა სიმაღლის მცენარეს. სამი სხვადასხვა ფაქტურის მცენარეს, ანუ შეიძლება იყოს ფართოფოთლოვანი, შეიძლება იყოს წვრილფოთლიანი და კიდე რაღაცა სხვა ფაქტურა ფოთლის, რომელიც შექმნის მრავალფეროვნებას. ცალკე სიმაღლეები, ცალკე ზომა, ცალკე ფერი და ცალკე ეს ფაქტურები ძალიან ლამაზ ეფექტს მისცემს ნებისმიერ სივრცეს. და რა თქმა უნდა, ფერის კუთხით აუცილებლად მიმაჩნია რომ ქოთნები არ იყოს ესე აი რაღაცნაირი ისეთი თემა, რომელსაც აი უცებ გადავწყვეტ და რაღაცა მე ყურადღებას არ აუცილებლად ალბათ კარგი იქნება რომ ინტერიერს მოვარგოთ. ზუსტად ის მასალები გამოვიყენოთ, რომელიც ინტერიერშია გამოყენებული, ის ფერი არ უნდა იყოს. დიახ, და რაღაცნაირად ორგანულად უნდა იყოს აი ამ სივრცეში გადანაწილებული და მორგებული. თუმცა შეიძლება სრული კონტრასტი გამოვიყენოთ და რაღაცა ძველებურ სტილში რაღაც ისეთი ელემენტი გამოვიყენოთ, რომელიც ეკლექტიკას უფრო ახასიათებს, რომელიც კონკრეტულად აი ამ გარემოდან იმდენად რადიკალურად განსხვავებული იქნება, რომ თანამედროვე ეფექტს შეიტანს ამ ყველაფერში, მაგრამ რა თქმა უნდა ზომიერად და აუცილებლად ხშირად ემართებათ ხოლმე ესეთი რაღაცები, რომ აი
ზომიერად არ აკეთებენ ამ ყველაფერს, რაღაცა უხვად დაალაგებენ, შემოიტანენ ამ მცენარეებს და უკვე სივრცე იკეტება და მცენარეებს მიაქვს. ესეც არ არის ნორმალური. პირიქით, მცენარე არის შენი დამატება, ხო, შენი დეკორის დამატება. ეს არ უნდა იყოს რაღაცა ესე რომ გახჩობდეს ისეთი რაღაცა, იმიტომ რომ ჩემი პრაქტიკიდან ბევრჯერ გამიგია, რომ აი ადამიანები ამბობდნენ, რომ აი დედაჩემი აი ყველგან თუ სადმე რამე არის, ყველგან ამ მცენარეს ვამს და უკვე ზიზღი ქონდა ამ ადამიანს. ანუ ის აივანიც, ხო, აი ჩვენ აივანზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, აივანი ფუნქციონალური უნდა იყოს. ნუ არა მაქვს ეზო და ეხლა აივანი რა არის? მოსასვენებელი ზონა არის იგივე, ხო? იმ აივანზე იმის საშუალება უნდა იყოს, რომ რაღაცა პატარა მაგი და რაღაცა სავარძელი, რომ ყავა გემრიელა დავლიო ან ჩაი და ეს მცენარე ემსახურება დეკორაციას. იქ შენ თუ მცენარებით გადადვირთული არ უნდა იყოს და მეორე შემთხვევა ეხლა რადგან ზაფხულია და შობულებების პერიოდია, ხო, ყოველთვის ჩდება ეს პრობლემა, რა უყოთ ამ მცენარეებს. ხო, აი ესეც არის ძალიან ისეთი ანუ მცირე ზომის სარწყავი სისტემის მოწყობაც ხომ შეიძლება? რა თქმა უნდა, მე აი ჩამოდიხარ შობულებიდან იქ დახუთულ სივრცეში რო გაქვს ეს მცენარეები, უკვე მოწყენილი და გამხმარია და ეს უკვე გულდასაწყვეტია იმ სადღაც 10 დღის გამო შენ მცენარეებს ასე ტოვებ და ამიტომ ყოველთვის ესეც ნახეთ ყველაფერი არის დასაგეგმი. წინას აი რამდენად შევძლებ მე ამ მცენარეების მოვლას. რამდენად ვარ მე მზად ამისთვის და ყოველთვის მაინც აი პრაქტიკულობიდან გამომდინარე და აი ტენდენცია ზუსტად ეს არის რა ის არ არის რაღაცა ზღაპრული ბაღები და ისტორიული ბაღები რაც ადრე იყო და სახელმწიფოები რითაც იწონებენ თავს ხო ეხლა უკვე აი ზუსტად ეს ტენდენცია 2026 წლის ის არის რომ მაქსიმალურად უნდა იყო პრაქტიკული მაქსიმალურად უნდა მოერგო იმ სივრცეს რა სივრცეც გასაგებია და კიდე რაც შეეხება ზოგადად ბაღებს ან დეკორატიულ ბაღებს გულისხმობ ნუ წლების განმავლობაში რა თქმა უნდა დეკორატიული ბაღები ასოცირდებოდა დეკორატიულ მცენარეებთან თუმცა რაც შეეხება ხეხილს ხო ხეხილის ბაღების გაშენება ცალკე ხდებოდა აი ამ რეალობაში 2026 წლის ლანდშაფტის ტენდენციების გათვალისწინებით ხდება თუ არა ხეხილის დაუშვა დეკორატიულ მცენარეებთან ერთად გაშენება მე ვთქვა ნუ როგორ არის იცით კი ხეხილი შემოვიდა ძალიან ადრე თუ მარტო დეკორატიული მცენარეები იყო ეხლა უკვე ხეხილოვანი ბაღებიც ინტენსიურად არის შემოსული იქ შეიძლება ეხლა ბიზნესისთვის თუ არ გჭირდება და შენი ოჯახისთვის თუ გჭირდება იქაც ახალი ჯიშები არის ისეთი გამოყვანილი რომელიც ძალიან მარტივი არის არ იზრდება რაღაცა უშველებელი და კომფორტული არის შენთვის იქ თითო სახეობა ისევ რეგიონიდან გამომდინარე ისევ ეკოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, რატომაც არა. აი ვაშლის ყვავილობა ულამაზესი აქვს, ხო, ატმის ყვავილობა იმბროწეული, ყოველთვის ლამაზია. აი თან დეკორაცია და თან ესეთი სარგებელის. მე დავამატებდი იმას, რომ ადრე უფრო ტენდენციური იყო ჩვენამდე, აი ჩვენს თაობამდე მოვიდა ესეთი ბაღები, სადაც წინაპრებს მშობლები იქნება თუ ბებია-ბაბუის თაობა, ძირითადად ეს ხეხილოვანი კულტურები ჰქონდათ გაშენებული, იყო ტალავერი, რომელზეც აუცილებლად ვაზი იყო გაშვებული და რა თქმა უნდა, ესეთი გადავსებული, რა წლების მანძილზე ნაგროვების სხვადასხვა არაჩვეულებრივი სახეობის ჯიშები და ესე იგი კულტურები ჰქონდათ გაშენებული, მაგრამ თქვათ ჩვენამდე მოვიდა ეს ბაღი უკვე გადავსებული, სადაც დეკორატიული მცენარეების ადგილი თითქოს აღარ არის. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ახალი მიდგომა არის ის, რომ ან უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, ცალკე უნდა იყოს ეს ხეხილოვანი ბაღი და ცალკე დაეთმოს თუნდაც პატარა ადგილი, მაგრამ მხოლოდ დეკორატიულ მცენარეებს და ზოგადად, აი თბილისში არის ხოლმე და თბილისის შემოგარენში მცირე ნაკვეთები, სადაც ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცა ვაშლი ან სტავი ჩარგოს, რომელიც თქვათ მას ძალიან მოწონს, უყვარს, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ მხოლოდ დეკორატიულ მცენარეებს დაუთმონ ის ადგილი. ის მცირე ზომის ესე იგი მიწა, იმიტომ რომ ის ნებისმიერი კულტურა იმ ხარისხის, იმ ესე იგი რაოდენობის მოსავალს ვაინც ვერ მისცემს, რომელიც თქვათ მას დააკმაყოფილებს, მაგრამ ის დეკორატიული ბაღი მთელი წლის განმავლობაში, სწორად დაგეგმარებული, რა თქმა უნდა, მთელი წლის განმავლობაში ისეთ ესე იგი სიამოვნებას მიანიჭებს, რომ ნამდვილად ღირს, რომ მხოლოდ დეკორატიულ მცენარეებს დაუთმო ის პატარა ადგილი. თუმცა იმაზე ვსაუბრობდით, რომ ესე იგი ჩვენამდე გადავსებული ბაღები მოვიდა და ეს ამას გვერდს ვერ აუვლით, რაღაც
უნდა რაღაც ნაწილს უნდა შეველიოთ, სახლის გარშემო კარგი იქნება რომ დეკორატიული მცენარეებით გაშენდეს, რაღაცა ცოცხალი ღობე გაკეთდეს, რომელიც გამიჯნავს ზოგადად იმ ხეხილოვან ბაღს ან ბოსტანი იქნება თუ რაც იქნება და ორივეს თანაბარი ადგილი ექნება, თუმცა თავთავისი და არ იქნება ერთმანეთში შერეული. კი ბატონო, და ზოგადად ვიცით რომ არსებობს სცენარეების მოდაც. და რაც შეეხება 2026 წელს, რომელია ყველაზე მოთხოვნადი მცენარეები, თუ გვაქვს ჩამონათვალი და ასე ვთქვათ მოდური? კი, დიზაინში ძალიან ხშირად არის უკვე ისეთი მცენარეების, ანუ ის ვარდომანია, ასე თუ ისე ცოტა ნელ-ნელა უკან დაიხია. ნუ ხო, ახლა რა გვაქვს, ხო? ივლისია, აგვისტოა და ვარდები არ ყვავილობენ. ამ დროს უკვე შემოდის ის მცენარეებიც, რომელიც აი სილამაზით გამოირჩევა. ძალიან დიდი მოთხოვნა არის ჰორტენზიებზე. და გვიყვარს, მე თვითონაც ძალიან მიყვარს. აი ესეთი ახალი კარგი ჯიშები არის გამოყვანილი, რომ აი მაინც და მაინც ესეთი მჟავიანობას არ მოითხოვენ და ყინვა გამძლეობით გამოირჩევა. აი ყოველთვის აღმოსავლეთ საქართველოში, უფრო დასავლეთ საქართველოს მცენარეა და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე თავისუფლად მარტივად და თამამად ვიყენებთ ამ მცენარეებს. ძალიან კარგი არის, ეხლა იწყებს უკვე ყვავილობას ირმის რქა. ულამაზესია, შავფოთლიანი იქნება ეს თუ მწყანეფოთლიანი, ულამაზესია და არის ესეთი ლამაზი მცენარეები, რომელიც აი მაისის ვარდობის სილამაზებს შეგვივსებს ეს დანარჩენი მცენარეები და რა თქმა უნდა სიფერადებიც, ბევრი ლავანდები, როზმარინებიც, აი პატარა ბუჩქები და თავისავად მარადმწვანე მცენარეებიც აქტუალურია. სულ აქტუალურია. ნეკერჩხალზე მინდა კითხოთ, ძალიან მიყვარს. კი, იაპონური ნეკერჩხალს გულისხმობთ, ხო? ნუ არაზრ არ კარგავს ეს იაპონური ნეკერჩხალი თავის ტენდენციას და თავის მოთხოვნას, თავის დეკორატიულობას. მართლაც ულამაზესია, როგორც ქეთი მისაუბრა. ქოთანშიც მარტივად შეგიძლიათ რომ ჩასვათ აი ესეთი კარგი დიდი ზომის აივანი თუ გაქვთ, აი ძალიან კარგად არის ქოთანში და ეზოში ხო არის და არის. მაშინ უნდა გითხოთ აღმოსავლურ და დასავლურ ბაღებზე. ანუ რომელი უფრო აქტუალურია, დავუშვათ ჩვენს რეალობაში. საერთოდ მსოფლიოში აზიური და ისე ევროპული ბაღები? საქართველოს პირობებში რა თქმა უნდა გვაქვს იმისი ფუფუნება რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი კლიმატურად განსხვავდება ერთმანეთისგან პლუს ამას ესე იგი მთადაბარი გვაქვს და ამავდროულად აღმოსავლეთის მთა და დასავლეთის მთა რომლებიც ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან კლიმატური პირობებით და რა თქმა უნდა გვაქვს ესეთი მცენარეები რომლებიც შეიძლება აი ამ გარემოში ძალიან ორგანულად და კარგად გრძნობდნენ თავს. ზოგადად ესე იგი ბაღების დაგეგმარებისას არის ესეთი მიმართულება, რომ ესე იგი რომელი მცენარეც არის დამახასიათებელი ამ კონკრეტული კლიმატური პირობებისთვის, ნიადაგობრივი პირობებისთვის, გარდა ამისა, ნიადაგში შედის არა მარტო, თქვათ, მიკრო და მაკრო ელემენტების ესე იგი შემადგენლობა, ასევე ესე იგი მექანიკური შედგენილობა, თიხნარია თუ მხვიერი ნიადაგია, შეიძლება მარილიანობა იყოს მაღალი, ხო, გალოფიტები არსებობს ასეთი მცენარეების ჯგუფი, რომელიც მარილიან ნიადაგებში შეიძლება ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს და სხვა ტიპის ნიადაგში ისინი დაკნინდებიან, თქვათ, არ იქნებიან ისე კარგად წარმოდგენილი, როგორც თქვათ, დეკორატიულ ბაღს შეეფერება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სიახლე არ იქნება იმის თქმა, რომ პროფესიონალი დიზაინერი, ესე იგი, ლანდშაფტის დიზაინერი, რა თქმა უნდა, ფლობს ამ ინფორმაციას და ამ თქვათ, მოთხოვნილებების მიხედვით აჯგუფებს მცენარეებს კონკრეტული კლიმატური პირობების და სხვა ფაქტორების მიხედვით და როდესაც თქვათ კლიენტთან ურთიერთობისას ხდება განხილვა ამ მცენარეების, რა თქმა უნდა, აი ამ ეს არის საყრდენი იმისი, რომ რა მცენარეები შევთავაზოთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ისიც, რომ თქვათ აღმოსავლეთის ბაღებში შევიტანოთ ისეთი მცენარეები, რომელიც თქვათ დასავლეთისთვის არის დამახასიათებელი, აი ელისომ დაასახელა, ხო? ეს ჰორტენზიები, ჰიდრანგიები, ასევე სხვადასხვა მჟავიანობის მომთხოვნი ნიადაგები, ასევე ტენიანი გარემოს მომთხოვნი ნიადაგები, მაგრამ ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია ეს, თუმცა ეს დამატებით ტექნოლოგიურ, ტექნიკურ, ესე იგი, ჩართულობას მოითხოვს, უნდა უზრუნველყოთ ეს გარემო
ხელოვნურად ამ პირობებით, ფაქტორებით და რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ თავიდანვე ინფორმირებული იყოს, თქვათ, დამკვეთი ამის შესახებ და შემდეგ ფაქტის წინაშე არ დადგეს, რომ რაღაცა მისთვის სასურველი მცენარე, რომელიც დასავლეთისთვის არის, ან სხვა კლიმატისთვის არის დამახასიათებელი, ზედმეტ ხარჯებს მოითხოვდეს მისგან. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე და მინდა ჩვენს პანელს მაყურებელს მიმართოთ, ანუ რა იქნება თქვენი მთავარი რეკომენდაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აეხა აპირებენ ბაღის გაშენებას? და ამით დავასრულოთ. კი ბატონო, რადგან უკვე ეს სეზონი დავასრულეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთი წლის ესეთი მოღვაწეობა და ამ თემების გაშუქების სარგებელი იყო ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის და ისევ სანამ ბაღის გაშენებას დავიწყებთ, ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ. ჯერ ქვედა ნაწილი, მიწის ქვეშ რა ხდება და მერე უკვე დავიწყეთ ზევდა ნაწილის ამბები და რამდენად გვაქვს ჩვენ მზაობა ამ ყველაფრისთვის. კეთი, თქვენ რას გვეტყვით? ბაღის დაგეგმარებისას აუცილებლად ვიმართეთ პროფესიონალს. ძალიან დიდი მადლობა ესეთი წარმატებული თანამშრომლობისთვის. გისურვებთ წარმატებებს. ეს იყო გადაცემა მწვანე რჩევები ამ სეზონის ბოლო გადაცემა ელისო ხარჩილავასთან და კეთი ჯანხოთელთან ერთად. მადლობა და წარმატებები. მე მალე დაგიბრუნდები.